მოგესალმებით, მე ვარ დიანა ჩუბინიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის სკოლის მაგისტრანტი. დღევანდელი ვიდეო ლექციის ფარგლებში ვისაუბრებ საერთაშორისო სამოქალაქო პროცესზე. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი, როგორც ეროვნული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ორგანული ნაწილი არის საჯარო სამართლის დარგი. ამ თვალსაზრისით იგი არ შეიძლება გავხადოთ კერძო სამართლის და მათ შორის საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტად. მიუხედავად ამ მოსაზრებისა ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი არის საერთაშორისო კერძო სამართლის ნაწილი, მისი შემადგენელი ელემენტი. ასეთივე პოზიციას იზიარებს საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ. როდესაც საერთაშორისო სამოქალაქო პროცესზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ ეროვნულ ნაციონალურ სამართალს, რომელმაც უნდა განიხილოს უცხო საერთაშორისო ელემენტით დატვირთული სამართლებრივი ურთიერთობა პროცესუალურ სამართლებრივ ასპექტში. ამიტომაც ამ შემთხვევაში ტერმინს საერთაშორისოს გამოყენება საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში არის არა წყარო, არამედ ის საკითხები, რაც უნდა გადაწყვიტოს აღნიშნულმა სამართლის დარგმა. რაც შეეხება უშუალოდ საერთაშორისო ხასიათს, იმ დავების გადაწყვეტას, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებს, მათი რეგულირება ხდება სპეციალური საერთაშორისო შეთანხმებებისა და დირექტივების საფუძველზე. იმის გამო, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობა, თავისთავად ჩნდება უცხო ელემენტის შემცველი სამართლებრივი ურთიერთობისას რომელიმე ქვეყნის იურისდიქციის გამოყენების პრობლემა. მატერიალური სამართლის ნაწილში აღნიშნულ საკითხებს არეგულირებს საერთაშორისო კერძო სამართალი. რაც შეეხება პროცესუალური პრობლემების გადაწყვეტას, ამისთვის სწორედ საერთაშორისო სამოქალაქო პროცესია მოწოდებული. საყოველთაო შეხედულების მიხედვით საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ისევე როგორც ზოგადად პროცესუალური სამართალი, საჯარო სამართლის დარგად მიიჩნევა. საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში, ისევე როგორც მატერიალურ პროცესუალურ სამართალში, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია იმ ძირითადი პრინციპების განსაზღვრას, რაზედაც ემყარება თავად ეს დარგი. საერთაშორისო სამოქალაქო პროცესის გერმანული დოქტრინა გამოყოფს თანასწორობისა და ნაცვლადების პრინციპებს, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონია საერთაშორისო საპროცესო სამართალში. საერთაშორისო სამოქალაქო პროცესი მოიცავს არა მთლიანად სამოქალაქო საპროცესო სამართალს, არამედ მხოლოდ ნორმათა განხილვის იმ წესებს, რომლებიც უცხოური ელემენტით დატვირთული საქმეების განხილვის სპეციფიკურობითაა განპირობებული. საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის მიხედვით ასეთი წესებია: საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საპროცესო უფლებები, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, უცხო ქვეყნის ნორმების შინაარსის დადგენა, იმუნიტეტი და ექსტერიტორიულობის სხვა შემთხვევების, სამართლებრივი დახმარების გაწევა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების ცნობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების აღსრულება. საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია. საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი სამოქალაქო საპროცესო სამართალი იცნობს ორცნებას, უწყებრივ ქვემდებარეობასა და გარსჯადობას. სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა კანონით განსაზღვრულ იმ უფლებამოსილებათა ერთობლიობაა, რომელთა ფარგლებში სასამართლოს შეუძლია მიიღოს და განიხილოს საქმეები. სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა უპასუხებს კითხვაზე, განეკუთვნება თუ არა საქმე სასამართლო ორგანოებს, შედის თუ არა საქმის განხილვა სასამართლო ორგანოების უფლებამოსილებაში. მას შემდეგ, რაც საკითხი დადებითად გადაწყდება, წამოიჭრება მეორე პრობლემა.
რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საქმე. ამ კითხვას უპასუხებს სამოქალაქო საპროცესო სამართლის მეორე ინსტიტუტი, რომელსაც განსჯადობა ეწოდება. ამრიგად, განსჯადობა განსხვავებით სასამართლო უწყებრივი ქვემდებარეობისაგან აწესრიგებს სასამართლოებისადმი საქმეების განაწილების ცალკეული სასამართლოების მიხედვით პრობლემატიკას. ამ ყოველივესაგან განსხვავებით, საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გვაქვს მხოლოდ ერთი ინსტიტუტი, რომელსაც კომპეტენცია ეწოდება. უფრო ზუსტად, საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია ეწოდება. საერთაშორისო კომპეტენცია მოწოდებულია, რათა განსაზღვროს თუ რომელი ქვეყნის სასამართლომ უნდა განიხილოს საერთაშორისო დავა. ამრიგად, საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მოწოდებულია განსაზღვროს საქართველოს სასამართლოების განსჯადია თუ არა საერთაშორისო ელემენტით დატვირთული საქმე, მაგრამ იგი არ ეხება იმ საკითხს, თუ რომელი საქართველოს სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საქმე. მას შემდეგ, რაც დადებითად გადაწყდება საკითხი, რომ დავა საქართველოს სასამართლოების განსჯადია, უნდა მოვიშვერიოთ ჩვენი შიდა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ინსტიტუტი განსჯადობა, რომელიც გვეტყვის თუ რომელმა რაიონულმა საოლქო სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაში შემავალი საქმე. სასამართლო კომპეტენციის განსაზღვრისთვის იყენებენ სხვადასხვა კრიტერიუმებს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია სამი. პირველი ესაა ტერიტორიული განსჯადობა. ესე იგი, განსჯადობა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილსამყოფელის მიხედვით. ზოგჯერ ასეთ განსჯადობას უწოდებენ განსჯადობის გერმანულ სისტემას. მეორე ესაა მოდავე მხარეთა მოქალაქეობა. ზოგჯერ ასეთ განსჯადობას უწოდებენ განსჯადობის ლათინურ სისტემას. მესამე ესაა მოპასუხის ფაქტიური ყოფნა. არა მისი საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი, არამედ ამ დროს მოპასუხის ფაქტობრივი ყოფნა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე. რათა შეიძლებოდეს მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება. სხვაგვარად, ასეთ განსჯადობას უწოდებენ საერთო სამართლის სისტემის განსჯადობას და მოქმედებს ინგლისში, კანადაში, შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში. საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონმა გაიზიარა საერთაშორისო კომპეტენციის გერმანული სისტემა. ამ კანონის მერვე მუხლის თანახმად საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ეს არის საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპი. ამ ძირითადი პრინციპის დაკონკრეტება მოცემულია მე-9 მუხლში. ამ მუხლის თანახმად საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვს შემდეგ შემთხვევებში. პირველი, მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთი მათგანი საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია. თუ მოპასუხე ფიზიკური პირია და იგი ცხოვრობს საქართველოში ან აქ არ ცხოვრობს, მაგრამ ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, მაშინ მერვე მუხლის თანახმად მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი საქართველოს სასამართლოებმა უნდა განიხილონ. საქართველოში მცხოვრებად ან ისეთ პირად, რომელსაც ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს, ითვლება პირი, ვინც რეგისტრირებულია საქართველოში ცხოვრება და მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. აგრეთვე ის პირი, რომელიც მართალია აქ არ ცხოვრობს მუდმივად, მაგრამ აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა ან ბინა ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე და თავისი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი დროით ცხოვრობს საქართველოში. იგივე უნდა ითქვას იურიდიულ პირებზე. იურიდიული პირის რეზიდენცია ესაა ამ იურიდიული პირის იურიდიული მისამართი. სამოქალაქო კოდექსის 27 მუხლის თანახმად იურიდიული პირის ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი, ეგრეთ წოდებული იურიდიული მისამართი. ამრიგად, თუ სარჩელი აღძრულია იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი საქართველოშია, საქმე ამ სარჩელის შესახებ შედის საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში.
მეორე მიზეზი, რის გამოც საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ საერთაშორისო კომპეტენცია, ესაა გარემოება, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ადგილი საქართველოა. როგორც წესი, ხელშეკრულების შესრულების ადგილი განსაზღვრული უნდა იყოს თვით ამ ხელშეკრულებით. პრობლემურია საკითხი მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით არ არის ეს ადგილი განსაზღვრული. მაშინ დასკვნა უნდა გავაკეთოთ თვითვალდებულებითი ურთიერთობების არსიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362 მუხლის თანახმად, თუ შესრულების ადგილი არ არის ცნობილი, არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, მაშინ საგნის მიწოდების ადგილის დადგენა შემდეგნაირად უნდა მოხდეს. ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში იმ ადგილას, სადაც იგი ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის იმყოფებოდა. გვარეობით განსაზღვრული ნივთის შემთხვევაში იმ ადგილას, სადაც იმყოფება მოვალი საწარმო. თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამრიგად, როდესაც ხელშეკრულების შესრულების ადგილი თვითონ ხელშეკრულებით არაა განსაზღვრული, მაშინ უნდა მიხელმძღვანელოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362 მუხლში მოცემული კრიტერიუმები და თუ აღმოჩნდება, რომ ვალდებულების შესრულების ადგილი საქართველოა, მაშინ საქმე საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში შედის. მესამე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია, მდგომარეობს შემდეგში. როდესაც სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან განთანაბრებული ქმედებით ზიანსა და ასეთი ქმედების ჩადენა და ზიანის მიყენების ადგილი საქართველოა. აქ შესაძლებელია შემდეგი ვითარება იყოს. ზიანის გამომწვევი ქმედება ჩადენილია ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ზიანი იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგა. ზიანის გამომწვევი ქმედება ჩადენილია ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო ზიანი დადგა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ზიანი ჩადენილია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო ზიანი ამ ქვეყნის დადგა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ კანონის მე-9 მუხლის გ-პუნქტის თანახმად ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი განხილვა შედის საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში. თუ ზიანის გამომწვევი ქმედება საქართველოში მოხდა, თვითონ ზიანი შეიძლება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგა. ან თუ ზიანი საქართველოში დადგა, თუმცა ქმედება, რომელმაც ეს ზიანი გამოიწვია, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი, ან თუ ქმედებაცაც და ზიანსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი. მეოთხე მიზეზი, რატომაც საქართველოს სასამართლოებს შეიძლება გააჩნიეს საერთაშორისო კომპეტენცია, მდგომარეობს შემდეგში. ეს დავა ეხება იმ საწარმოს ფილიას, რომლის რეზიდენციაც საქართველოში იმყოფება. მეხუთე მიზეზი მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებს უკავშირდება. ბავშვის ან ალიმენტის მიღების საცხოვრებელი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში უნდა იყოს. მამობის დადგენის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას დაუქორწინებელი მშობლებისაგან ბავშვის დაბადების შემთხვევაში. მამობის დადგენა შედის საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში, თუ ბავშვი, რომელიც მამობის დადგენასაც მოითხოვენ, ცხოვრობს საქართველოში, ან მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია. თუ ბავშვი, რომლის მამობის დადგენასაც მოითხოვენ, ცხოვრობს საქართველოში, ან მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია, კომპეტენციის განსაზღვრისას მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად ცხოვრობს ან სად აქვს ადგილსამყოფელი პირს, რომლის მამობის დადგენასაც მოითხოვენ. იგივე წესი მოქმედებს ალიმენტის გადახდის საქმეებზე. თუ სარჩელი აღძრულია სამკვიდრო ქონების უფლების დადგენასთან დაკავშირებით, ან სამკვიდრო ქონების გაყოფის შესახებ, ასეთი სარჩელების განხილვა შედის საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაში. ოღონდ ერთი პირობით. მამკვიდრებელს გარდაცვალებისას ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში. რომ შევჯერდეთ საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრელი პრინციპია მოპასუხი საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამასთან ერთად კანონი ითვალისწინებს საერთაშორისო კომპეტენციის სხვა კრიტერიუმებსაც, როგორიცაა მოქალაქეობა. მოქალაქეობის კრიტერიუმის აღნიშნული კანონის მე-11, მე-17 მუხლების საფუძველზე მიმართავენ.
როდესაც საქმე ეხება უკლოდ დაკარგულად აღიარებას, გარდაცვლილად გამოცხადებას, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებს, შვილებისა და შვილებლების ურთიერთობად, შვილად აყვანეს, ქმედუნარიანობის შეზღუდვას, მეურვეობის და მზრუნველობის და სხვა შემთხვევებს. სარჩელის აღძვრა საქართველოს სასამართლოებში გამორიცხულია. განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია შეთანხმება საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე. ამ კანონის მიათე მუხლი განსაზღვრავს განსაკუთრებულ საერთაშორისო კომპეტენციას. საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მთელ რიგ საქმეებზე, როგორიცაა დავები აღძრული ქონების შესახებ, თუ ქონება საქართველოშია, იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილების ნამდვილობის ან შეწყვეტის შესახებ დავებზე, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია, საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების იურიდიული პირების რეგისტრაცია, პატენტების სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია, ან სხვა უფლების რეგისტრაცია, იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, როცა ასეთი მოთხოვნა განხორციელება საქართველოში მოხდა. განსაკუთრებული განსჯადობა ეს ისეთი განსჯადობაა, რომელიც უშვებს სარჩელის აღსვრას მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყნის სასამართლოში. მასშესადამე ამ კანონის მიათე მუხლის მიხედვით გათვალისწინებულ სარჩელებზე საქართველოს სასამართლოებს აქვთ განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია, ანუ მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს შეუძლიათ მთლიანად განიხილონ ამ კატეგორიის საქმეები. შეთანხმება სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე. ამ კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შეთანხმებას საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციაზე და მხარეთა შეთანხმებას უცხო ქვეყნის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე. აღსანიშნავია ისევ, რომ მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს თუ რომელი სასამართლოს განსჯადია საქმე, ანუ თუ რომელი საქმიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს განსჯადობა. მხარეთა შეთანხმება საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე, რომელთაც ხდება განსჯადის სასამართლოს არჩევა, უწოდებენ პროროგაციულ შეთანხმებას. როდესაც საქმე შეეხება საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციას, მხარეებს ეძლევა ძალიან ფართო შესაძლებლობა, კერძოდ, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოების კომპეტენციაზე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი კომპეტენტური არ იყო. ასეთი საქმეების განხილვაზე საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის თანახმად. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მხარეებს, შეუძლიათ შეთანხმდნენ უცხო ქვეყნის სასამართლოებზე, თუ ერთ-ერთი მხარის საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი უცხო ქვეყანაშია. ამ კანონის მე-18 მუხლი შეიცავს პრაქტიკული თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვან დებულებას, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ კომპეტენციაზე მოპასუხის დუმილი თანხმობა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს აგრეთვე უცხო ქვეყნის სასამართლოებს კომპეტენცია გააჩნია, თუ მოპასუხე არ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას ამ ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ოღონდ ორი პირობის დაცვაა აუცილებელი. მოპასუხე წარმოდგენილი უნდა იყოს ადვოკატით. ასევე მოპასუხემ უნდა განუმარტოს მოსამართლე იმის შესახებ, რომ მას შეუძლია განაცხადოს პროტესტი საქმის იმ სასამართლოში განხილვის წინააღმდეგ, რაც დაფიქსირებულია საქმის წარმოების ოქიმში. სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ასეთი განმარტების მიღების შესახებ უნდა აღინიშნოს ასევე სასამართლო ოქიმში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც საუბრობთ მხარეების მიერ სასამართლო კომპეტენციის არჩევაზე, გამომრიცხავთ იმ დავებს, რომლებიც გამომდინარეობს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენციიდან. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.